ბრუნდებით სტუდიაში ჯანდაცვის მინისტრს ჟურნალისტმა დღეს დაპირება შეახსენა. დავით სერგენკო სექტემბრიდან ცალკეულ მედიკამენტებზე ფასის შემცირებას აანონსებდა. სააგენტო ინტერპრეს ნიუს შეკითხვაზე დაიწყო თუ არა ფასის შემცირება, მინისტრმა ხუმრობით უპასუხა. დღეს 23 სექტემბერია და ახლა დაიწყო შემოდგომა. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო 20-30 სტუმარი. ბატონო დავით, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმენთ, რომ ბატონო დავით, ჩემი შეკითხვაც სწორედ ასეთია. რეალურად როდიდან უნდა ველოდოთ მედიკამენტებზე ფასის კლებას? ეს საკითხი ძალიან სერიოზულია და აწუხებს ალბათ ყველა საქართველოს მედიკამენტების ფასები და ზოგადად მედიკამენტების წილი საერთო ჯანდაცვის დაახარჯებში. რაც შეეხება დღევანდელს, წინასწარ მოუბოდიშე და ნებართვა ვთხოვე ხუმრობის ჟურნალისტს, იმიტომ რომ ეს თემა არ არის, რაზეც შეიძლება იხუმრო, მაგრამ მაშინ იყო ეს რაც იყო. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, ეს არის პრობლემა, ეს არის ძალიან ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებით, რომლებიც აფასებენ ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, პრაქტიკულად ერთადერთი სუსტი წერტილი. ან ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი სუსტი წერტილი მედიკამენტებზე მისდომატობის გაზრდის აუცილებლობა. არის რამოდენიმე მეთოდი, რომ ეს გააკეთო. ერთი სუბსიდირება, მეორე შეუზღუდო მოგების პროცენტი, რაც ჩვენ განხილვისას არ მივიღეთ ეს ვერსიები და გზა რომელთაც მივდივართ არის ორი კომპონენტის გათვალისწინება. ერთი უზრუნველყოფა ესეთი რეგულაციების, რომელიც ბაზარს დაიცავს უხარისხო მედიკამენტისგან, ანუ უზრუნველყოფს ხარისხს, მედიკამენტების ხარისხს და მეორე კონკურენციის გაზრდა და ამ ორი ინსტრუმენტით ვგეგმავთ, რომ აი ამ შემოდგომის განმავლობაში მიმდინარე წლის განმავლობაში მივახცევთ იმას, რომ ბაზარზე შემოვლენ ახალი მოთამაშეები და კონკურენცია დაარეგულირებს წამლის ფასს. რაც შეეხება ხარისხს, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო არის და ეს ჩვენი ვალდებულება არის, რომ ამ სისტემის ფუნქციონირება, ხარისხის კონტროლის სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოთ. ბატონო დავით, საკმაოდ დიდი ხანია გვესმის, რომ ბაზარზე შემოდის ახალი ფარმაცევტული კომპანია. ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვასხვაოთ აი ორი საკითხი. შედარებისთვის მე მოვიყვან ჰეპატიტი C-ს აღმოფხვრის, რახან ელიმინაციის ხსენებას მიშლიან ხოლმე აღმოფხვრის პროექტს. როდესაც ჩვენი ამოცანა იყო ერთ კონკრეტულ ფარმ კომპანიასთან, კერძოდ გილეადთან მოლაპარაკებების წარმოება, რათა მათთან მოლაპარაკების გზით მიგვეღწია მედიკამენტების შემოტანაზე. ეს იყო ერთი პროექტი, კარგი, მნიშვნელოვანი, მიმდინარე, მაგრამ ერთი. ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, არ მოიაზრებს მოლაპარაკებებს, ნეგოციაციებს რომელიმე კონკრეტულ ფარმ კომპანიასთან. არამედ ამოცანა არის, რომ შეიქმნას ესეთი სისტემა, როგორც მოკლედ აღვნიშნე ჩემს წინა პასუხში, რომელიც უზრუნველყოფს, რომელიც მიმზიდველს გახდის ბაზარს სხვა, ასე ვთქვათ, კომპანიების შემოსვლისთვის. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ სისტემა, რომელიც მიმზიდველი იქნება კონკურენტებისთვის, რომლებიც შემოვლენ ქართულ ბაზარზე და არა მოლაპარაკება რაიმე ფასებზე, რომელიმე ერთთან თუნდაც რამოდენიმე კომპანიასთან. ბატონო დავით, უკაცრავად რომ გაწყვეტინებ, თუ ახლოს ხანში კონკრეტული ახალი კომპანია, ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე არ შემოდის. ჩვენ უახლოეს ხანში შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც მიმზიდველი იქნება კომპანიებისთვის და ჩვენი გათვლით რამოდენიმე კომპანია შემოვა ბაზარზე. რა სისტემაზეა საუბარი? ეს სისტემა საბოლოო ჯამში, ეს სისტემა თავს იყრის საბოლოო ჯამში ევროკავშირთან ასოციების რეგულაციების ერთ-ერთ ნაწილთან. თუმცა ჩვენი ამოცანა არ არის უზენაესი ამოცანა ამ შემთხვევაში ევროკავშირის რეგულაციების ადაპტაცია. არამედ იმ ორი ფაქტორის უზრუნველყოფა, რასაც ქვია. პირველი, ჩვენ რომ გაგვეხსნა ბაზარი, გაგვემარტივებია კონკურენცია, იყო მაღალი რისკი, რომ ბაზარს წალეკავდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იაფიანი, მაგრამ უხარისხო და ჯანმრთელობისთვის სასჯელი მედიკამენტი. ან უნდა გავუკეთებია ორი რამ. ხარისხის კონტროლი და რეგულაციების ისეთი ცვლილება, რომლებიც კონკურენციას უზრუნველყოფდა. შეჯამებულად ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მართლაც ევროკავშირის რეგულაციებისკენ მივდივართ, მაგრამ აი დღეს მაგალითად გქონდა ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც ფარმ ინდუსტრიას და ჩვენ კოლეგებს და დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოვიდგინეთ ძირითადი მონახაზი იმისა, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ ამ ორი ფაქტორის უზრუნველყოფას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი მოთამაშეების შემოსვლას. თუმცა ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად გრძელვადიანი პროცესი, ხომ? უახლოეს მომავალში, თქვათ, მედიკამენტების ფასების კლების თვალსაზრისით, მოსახლეობას, თქვათ, რა მოლოდინი უნდა ქონდეს?
ეს გეგმა, რომელზეც მე ვცდილობ რა ძირითადი კონტურები წარმოვადგინო, თავის თავში მოიცავს მყისიერ შედეგებს, საშუალო ვადიანს და ხანგრძლივ ვადიანს. მყისიერი შედეგები იგულისხმება უახლოესი თვეების განმავლობაში შემოდგომა, როგორც მე ვთქვი, შემოდგომა მართლა არ მინდა რომ ხუმრობაში ჩავმართვა საზოგადოებას, მაგრამ 3 თვისგან შედგება. დამეწონეთ რომ ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ამაზე და ჩემი შეფასებით ეს უნდა მოხდეს ამ შემოდგომაზე, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ჩვენ შევძლოთ ფასების მნიშვნელოვანი დაწევა. რაოდენობრივად რამდენი იქნება ასეთი სამართლა? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მინიმუმ 200 და ზევით ალბათ უფრო 500 მედიკამენტზე, რომელიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პირველი სიაში პირველი 500, რომელიც ყველაზე უფრო ჭირდება მოსახლეობას. ბატონო დოქტორ, ანუ კონკურენციის ზრდა და შესაბამისად ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომიდან. დიახ. კომპანიის სახელი შეგიძლიათ გითხრათ? კომპანიის სახელები, რამოდენიმე კომპანია არის, აქ ბევრი კომპანია საინტერესოს ბაზარზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევარჩევთ ისეთ, რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებს. საინტერესოა, როდესაც ვთქვათ საუკეთესო პირობებზე საუბრობთ, რა იგულისხმება აი ამ საუკეთესო პირობებში? აქ გულისხმება ორი მთავარი ფაქტორი, ფასი და ხარისხი. ზოგადად ჯანდაცვაში 3 ფაქტორია: ფასი, ხარისხი, მიზდომადობა. ჩვენი პირობებში, რომელზეც გამოვაცხადებთ კონკურსს, გათვალისწინებული იქნება პრინციპში სამივე: ფასი, ხარისხი პირველი და მიზდომადობა, იმიტომ რომ ამ პროექტმა უნდა დაფაროს მთელი საქართველო, არ უნდა იყოს რომელიმე რაიონი, სადაც გამოტოვებული იქნება ამ რაიონის მოსახლეობისთვის რთული იქნება მიზდომა აი ამ მედიკამენტებთან. გასაგებია, იგივე ფარმაცევტული ბაზრის დღევანდელ მოთამაშეებს ახალ კომპანიებთან მიმართებაში აქვთ ძალიან კონკრეტული შეკითხვები, თქო, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ლობირებს სხვა კომპანიებს. ამ მიმართულებით რა შეუძლია თქვას ჯანდაცვის მინისტრმა? სახელმწიფო ლობირებს სხვა კომპანიებს, რეალურად ეს არის ბრალდება ბაზარზე ახალ მოთამაშეებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ლობირებთ ისეთ ბაზარს, რომელიც უზრუნველყოფს ღია გამჭვირვალე და ასე ვთქვათ, ყველასთვის მისასწრომ კონკურენციას. დიახ, ასეთი სისტემის შექმნას ჩვენ ლობირებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ლობირებთ რომელიმე ფარმ კომპანიას. შეიძლება მე არ ვიცი რომელი კომპანიის წარმომადგენელმა თქვა ეს, მაგრამ შეიძლება წარსული გაახსენდა, როდესაც ისინი რეალურად სარგებლობდნენ სახელმწიფო ლობით. წარსული გაახსენდა, დღეს არის გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზარი. დღეს გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზარი წამლის მედიკამენტის რეგისტრაციის დროს ცალსახად არის, თუმცა რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ვერ იქნება გამჭვირვალე და არც იყო აქამდე, იმიტომ რომ არ არსებობდა სისტემა ხარისხის კონტროლის. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით მედიკამენტი, რომელიც ცირკულირებს ჩვენ ბაზარზე, ხარისხიანია თუ არა, რადგანაც ფარმ ბაზრის თავისებურება ეს არის, რომ ფასი ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს, ანუ ზვირიანი ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს. კი ბატონო, და ამ მიმართულებით თუ არის რაიმე დაგეგმილი? დიახ, იმ სისტემის შექმნაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, რომელმაც ორი ფაქტორი უნდა უზრუნველყოს, გავამეორებ ხარისხის კონტროლი და კონკურენციის უზრუნველყოფა. ეს განუყოფელი ნაწილია, რადგანაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლში ახალი რამე მოსაფიქრებელი არ არის, ეს არის უნიფიცირებული სისტემა, რომელიც დანერგვაც არის საჭირო. ნაწილობრივ ეს დანერგილია ადგილობრივი წარმოებებს ეს სერტიფიკატები აქვთ, თუმცა ხარისხის კონტროლი მოიცავს მთლიან ჯაჭვს. ანუ თუ საწარმო არის GMP სერტიფიცირებული, ეს არ არის იმისი გარანტია, რომ ის ნაწარმი პროდუქტის GMP ხარისხის არის. ის ნედლეული რაც შედის ამ ქარხანაში, ისიც ასევე GMP სერტიფიცირებული უნდა იყოს. მე მონაკვეთს აღწერ ამ საკმაოდ გრძელი და რთული სისტემის. გასაგებია, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა. ბატონ დავით, ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ წლის ბოლოსთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტში ფინანსები აღარ იქნება. ჩემი პასუხი არის, რომ მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, პასუხს ვაგებ იმ სისტემების გამართულ მუშაობაზე, რომელიც არის სამინისტროს მმართველობაში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი არის, რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვა და პასუხს ვაგებ იმაზე, რომ მას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ფინანსებს, ხარჯვა საყოველთაო ჯანდაცვაში ყოველთვის არ არის წრფივი თვეების მიხედვით, არის პიკური თვეები, დაგროვილი შემთხვევები და სეზონური დაავადებები. ჩვენ რაც გვქონდა წრფივად თვეების მიხედვით დაგეგმილი, მართლაც ოქტომბრისთვის შეიქმნება დეფიციტი, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში შიდა გადანაცვლებებით და ესეთი გაუკეთებია უამრავი ამ 3 წლის განმავლობაში.
საქართველოში ისეთი მენეჯმენტი ამ პროექტის, რომ არც ერთი დღით და არც ერთი წუთით მათ საფრთხე არ შეექმნას. კარგი არის ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ მინდა მიმართო ჩემ კოლეგებს, კლინიკის მენეჯერებს, რომლებიც რამოდენიმე მათგანი უკვე პაციენტებს ეუბნებიან, რომ საყოველთაო ჯანდაცვა გაჩერდა, აღარ აფინანსებს არავითარ შემთხვევაში. ეს არის არ შეესაბამება სიმართლეს და გარწმუნებთ, რომ ინფორმაცია რომ არ შეესაბამება სიმართლეს. ძალიან ბევრი კლინიკა არც თუ ისე ცოტა სამწუხაროდ აი გაზაფხულზე იყო ასეთი ტალღა, როდესაც მე არ ვიცი რა ფაქტორებით იყო ეს გამოწვეული, როცა ეცადნენ საყოველთაო ჯანდაცვის დისკრედიტაციას. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, ან შეიძლება იყოს ფინანსური დაინტერესება. მე არ ვიცი, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები ამის შესახებ, რომელიც არ არის მტკიცებაზე დაფუძნებული. შესაბამისად ვამბობ მარტო ფაქტს, რომ ამ გაზაფხულზე იყო მცდელობა ესეთი კამპანია, რომ მოეხდინათ დისკრედიტაცია, რომ უკვე გაზაფხულზევე აღარ არის ფული ჯანდაცვაში, საყოველთაო ჯანდაცვა ჩერდება და ასე შემდეგ, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასევე გიდასტურებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვას საფრთხე არ ემუქრება, არც ფინანსური, არც ადმინისტრირების მხრივ პროგრამა გაგრძელდება. კი ბატონო, გასაგებია. ასევე საინტერესოა, დავით, ფიქრობ თუ არა, რომ თქვათ დღეს ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, ასე ვთქვათ, საყოველთაო დაზღვევის ყველა მოქალაქეზე გავრცელება, ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ასევე მოვისმინეთ მოსაზრება, რომ მას ვისაც აქვს ვთქვათ ანაზღაურება, ვისაც აქვს შედარებით მაღალი შემოსავალი და შეუძლია თავად დაეზღვევოს, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ კონკრეტული თანხა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, აქ არის 3 ან 4 ფაქტორი და ვეცდები რომ ყველას გავუსვა ხაზზე. პირველი ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ეხლა ბოლოდროინდელი აღწერით არის 3,7 მილიონი და აქედან 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს კერძო კორპორატიული დაზღვევით და შესაბამისად არ სარგებლობს საყოველთაოდ. ეს 9 მილიონი არის შეძლებული და საშუალო ფენა და სწორედ ლოგიკით იხარჯება ეს ფული, რომ შეძლებული და საშუალოზე მაღალი შემოსავლის ფენებს აქვთ კორპორაციული და არა საყოველთაო ჯანდაცვის ფინანსები. ჩვენ მათზე ფულს არ ვხარჯავთ, ისინი თვითონ უზრუნველყოფენ თავის შემოსავლებს. კიდევ ერთხელ გავუმეორებ, 3,7 მილიონი და 9 მილიონი არ სარგებლობს საყოველთაოდ, არამედ სარგებლობს კორპორაციულად. ეს არის ძალიან ლოგიკური პარიტეტი, სამწუხაროდ კარგი იქნებოდა, რომ შეძლებულების ფენა ბევრად უფრო მაღალი ყოფილიყო საქართველოში, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ერთი, მეორე, ის თანხა, რაც იხარჯება ჯანდაცვაში. ძალიან ხშირად არა მარტო უბრალოდ მოქალაქეებს, არამედ დარგის ექსპერტებსაც ერევათ ერთმანეთში სამინისტროს ბიუჯეტი. ჯანდაცვის სამინისტრო მართავს 3 მიმართულებას: შრომა, ჯანდაცვა და სოციალური. მისი ბიუჯეტი არის ყველაზე უფრო დიდი სხვა სამინისტროებთან შედარებით, მაგრამ აქედან უდიდესი წილი თითქმის 2 მილიარდი იხარჯება პენსიებში და სოციალურ დახმარებებში. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, საკუთრივ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტს, ის არის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%. ანუ ძალიან დაბალი. შესაბამისად, ამან არ შეიძლება იქონიოს რაიმე უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე. პირიქით, მე ჩემს ოპონენტებს ნაკლებად ჯერათ ხოლმე მიზეზთა გამო, მაგრამ ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დედამიწაზე, ჯანდაცვის ეკონომიკაში და ჯანდაცვის პოლიტიკაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა და ახლა ივნისში გაგვიზიარა შედეგები. პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს სამინისტრო სისტემის გამართვაზე არის სწორი, მათ დასკვნებს ვიმეორებ. მიმართულება საყოველთაო ჯანდაცვის არის ცალსახად სწორი. საყოველთაო ჯანდაცვამ გაზომვადი ელემენტებით მოახდინა დადებითი ზეგავლენა ეკონომიკაზე და არა გაანადგურა ეკონომიკა, როგორც ოპონენტები იძახიან. რაც შეეხება უარყოფით, ასე ვთქვათ, მიგნებებში მათი კვლევის, თავარი იყო, როგორც წეგან აღნიშნა, ეს იყო მედიკამენტებზე წვდომის, ამბულატორიული პაციენტების მედიკამენტებზე წვდომის გაზრდის აუცილებლობა და საკუთრივ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა. ეს ორი მთავარი მიგნება. კი ბატონო, და ბოლოში კითხვა კლინიკები და იქ არსებული მდგომარეობა. დღეს ჩვენ მქონდა რეპორტაჟი ერთ-ერთი კლინიკიდან გადაღებული, თქვენ არაერთხელ გყავთ დაჯერემებული ესე თუ ის კლინიკა ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის სხვა მიმართულებით. ამ მიმართულებით საინტერესოა თქვათ რა კეთდება. არსებული სისტემა სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს სრულად ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხს. სისტემა რეაგირებას აკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევებზე, ან აკეთებდა, როდესაც რაღაც ფუჭდება, პაციენტი მძიმდება, ან არის ასეთი საჩივარი, რაღაც სკანდალური სიტუაცია და სამინისტრო აკეთებდა პოსტ რეაგირებას, მოვლენის შემდგომ რეაგირებას. ერთ-ერთი
ორი მთავარი მიმართულება, რაზეც გადავერთეთ აი ახლა ზაფხულიდან, ეს არის პირველადი ჯანდაცვა და ხარისხის კონტროლი. ხარისხის კონტროლი ძალიან რთული სისტემა არის ჯანდაცვაში, ამის მხოლოდ ძირითად მომენტების მოყოლაც კი შეიძლება ძალიან დროის მომთხოვნა იყოს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ სისტემა, რომლის შექმნისაკენ მივდივართ და რომლის პირველი შედეგები მე ვფიქრობ გვექნება მომავალი წლის გაზაფხულზე, არის უზრუნველყოფა აი იმ პირობების, რაც იყო თუნდაც ამ რეპორტაჟში და რისი მთავარი ასე ვთქვათ პოსტულატები არის სწორედ ხარისხიანი ჯანდაცვა, როდესაც გაფუჭებულ საქმეზე კი არ უნდა გააკეთო რეაგირება, არამედ შექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დაცული იყო ასეთი ხარვეზებისაგან. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ თქვენ. დავით სერგეენკო პასუხობდა 2030-ის შეკითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ კი ნაცია თოიძის საავტორო რეპორტაჟი თეთრ ნოუთიდან.